მოგესალმებით ძვირფასო რადიოსმენელო და ტელემაყურებლებო. რადიოში რახანა ვარ, ჯერ რადიოსმენელებს ვამბობ. გადაცემა სუბიექტური არზი თქვენს წინაშეა. საღამოშვიდობისა, როგორც ყოველთვის ჩემთან და შალვა რამიშვილთან ერთად. დღეს ჩვენ გვიყურებთ. მღერიან და იცნიან მიქიაშვილი და ნათელაშვილი კი შალვა რამიშვილი. ნათელაშვილი რას გვერდჩის? მე დღეს წავიკითხე მისი. დღეს ნახე? დღეს ნახე. ხო და ანართემას გადაგცა რა. ხო. დრას გვერდჩის. დამცინია. 7 ნოემბერიო შალვა რამიშვილმა ჩაშალაო, ჩემი 7 ნოემბერი. ასე დიდი ძალა მაქვს მაგის და 6 ჩვენ დავშალეთ. ჩვენ ჩავშალეთ. მე ნაცები დავშალეთ. ძალიან წარეცდებით, ნათლიდან გამომდინარე ძალიან თქო შემირიგდით, საწრაფოდ დაუყოვნებლივი წესით. მე რამდენჯერმე ვთხოვებად შალვას, რომ ნუ არის ჩვენზე განაწყალებული და ვთხოვე პირდაპირ ეთერში ჩვენთან მოსვლა. რა მოსვლა წყევლის. შენ დაშალე ჩემი მიტინგიო. ნუ გლოცავ. სპეცრაზმა რაც ვერ გააკეთა და. დანარჩენი ლიდერები გლოცავენ. მასონებმა კი, მე თვითონ გეგონა შენ გლოცავენ. საქმე ვერ მიგვიღე, არავის არ ევასებ. ეს რო გიღიმენ ეს პოლიტიკოსები და ჯიგარი ხარ, რაღაცები გეუბნებიან, გამოყენებლივ არა, ხო იცი რომ კარგია როცა არავის არ მოწონხარ. ეგ ხოთ შორის არ არის ცუდი, ხო? ნამდვილად კარგია და მიხარია რომ არავის ესე თქვა ფავორიტი ჟურნალისტი არ ვარ. რესპუბლიკაში რა ხდება? დრონიჯიმ გამოქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია, რომელსაც დაურეკეთ ჩვენ ბატონ გია ხუხაშვილს და თხოვეთ კომენტარი. საუბარია სტატიაში მოკლედ ვიტყვი იმაზე, რომ ხუხაშვილი დაითხოვა თურმე ბიზნა ივანიშვილმა საკუთარი გარემოცვიდან, გარდა ამისა თითქოს აპირებს ასევე ეკაბესელიასაც იგივე ბედი ელოდებაო, როგორც დრონიჯი ამბობს. და ნუ საუბარია ამ კვლევებზე, რომელიც ძალიან წინააღმდეგობაში მოდიოდა აირაის კვლევებთან და ამიტომ როდესაც ჩვენმა პროდიუსერმა დაურეკა გია ხუხაშვილს, მან ასეთი პასუხი გაცა. რამდენიც არ უნდა გადაეხადა ჩემთვის ივანიშვილს, ეს თანხა მაინც არ არის საკმარისი იმ ადამიანის სამკურნალოდ, ვინც ეს დაწერა. ამისად ფაქტია რომ სიმართლეს არ შეესაბამება დრონიჯიზე გამოქვეყნებული. მაგრამ პრაქტიკულად განუკურნებელი სენია კი მეთანხმება. არა, ეგ განუკურნებელი სენია, რაც დრონიჯის, რეალ ტივის და რაღაც ამ სექტას ჭერს, ეს განუკურნებელი სენია. მიშა ღამე ბათუმში. ღამე? არ ნახე. არა, არ მინახე. დილის 4 საათზე მშენებლობები რო ათვალიერა. დილის 4 საათზე? დილის 4 საათზე მშენებლობები ათვალიერა და იქ მუშები და ნუ დილის 4 საათზე მუშები? დილის 4 საათზე მუშები და საქართველოს დღე და ღამე შენდება. აგრად წევლიდნენ ალბათ. სახეზე არ ეტყობოდეს. გადაცმული კუდის თანამშრომლები ხო არისო? არა, ერთს ისეთი თმის ვარცხლილობა ქონდა რომ ის გამორიცხულია კუდის თანამშრომლები. ძილწმიანი? მეგენი არიან კუდში შეპარულები. დღეს გადავიდე კუდის თანამშრომლები კამერით იქ ბიზნეს სახთან კიდევ დავუშვი. რა ასერჩი შეგიდე კუდის თანამშრომლები. არა, სრული კატალოგი უნდა ქონდეს სახეების, რა. ოპერ მუშაკი. ყველა მოიცოდეს. Страна должна знать своих лицо. Героев лицо. Да. Ну, საუბარი იყო მიშა მილაპარაკა იმაზე 35 სართულიან ნაგები ბაზა გააგიჟდა კემპისკის, რომელიც შენდება ბათუმში თურმე. ხო, 2012 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს, მაგრამ კემპისკისთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი საკუთარი კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ ერთ-ერთი სპეცრეპორტაჟი ვიდრე ანატომია გავიდო და სასწავლო ვარიანტს როდესაც ვაკეთებდი, საკმაოდ კარგად შევისწავლე კემპისკის თემა და კემპისკი, რომელიც 2010 წელს უნდა დასრულებულიყო. იმელის შენობა. ხო იცი? რის გამოც დაანგრიეს თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლი. ხო, არა, ფული არ აქვს თქოს მაინც, ხო? ხო, ეს იყო კაპიტალ ვოსტოკი, ანუ რუსული კომპანია იყო, ბენდუქიძის აშკარა კავშირები იყო გამოკვეთილი, კი, ამ ამბავში და ოღონდ შენდება ხა კემპისკი ბათუმში. და ძალიან საინტერესო რა ბედი ელოდება კემპისკის თბილისში. იმიტომ მე დაბი გრუპმა იყიდა, დაბი გრუპი ბუნებაში არსებობს თუ არ არსებობს ეს კიდე ცალკე თემა. ეხლა რა ხდება? ეხლა წარაგავს. ახლა აშენებენ ბათუმში. აშენებენ ბათუმში. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიდან კახი კალაძესთან ერთად ბევრი ფეხბურთელი უნდა წავიდეს. ამის შესახებ გიორგი ასანიძე ამბობს, იმიტომ რომ ეს ფეხბურთიო ბოლო წლებშიო განვითარებული ბარემ მიყვანო კალაძესო. კალაძე ძალიან ვრცელ განცხადებას აავრცელებს ამასთან ერთად და ამბობს, რომ მისთვის ძალიან რთული იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაშინ როდესაც გიორგი დემეტრაძე ციხეშია და როდესაც ხელისუფლება არ ითვალისწინებს თქვა დემეტრაძის საფეხბურთო კარიერას მის დანაშაულთან მიმართებაში, რომელიც ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, ჯერ კიდე კაცმა არ იცის. საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს ძალიან საინტერესო დასკვნა გამოაქვეყნა. საქართველოს სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია. ამას გარდა ამავე ანგარიშის თანახმად, კერძო სექტორის მიერ რეკლამებზე გაწეული დანახარჯების დაახლოებით ნახევარი არაქართულ კომპანიებზე მოდის და ეს საგანგაშო მაჩვენებელია შალვა. რა თქმა უნდა, არ აკეთებენ რეკლამას და ქართულ მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი ნაწილი და ხაზგასმით მინდა ვთქვა 78% ორ კერძო ნაციონალურ არხზე, იმედსა და რუსთავზეა გადანაწილებული. 78 მთლიანად სატელევიზიო რეკლამაზე თუ მთლიანად რეკლამაზე?
სატელევიზიო რეკლამაზე, ანუ ანგარიშის ორი ტელეკომპანია აუდიტორიის ბაზრის 60%-იან წილს აკონტროლებს. ანგარიში აღნიშნული ტელევიზია საქართველოში უფრო დომინანტურ როლს ასრულებს ვიდრე რეგიონების ქვეყნის უმეტესობაში და ანგარიშის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ რეკლამებიდან შემოსავლის მიზიდვის თვალსაზრისით საქართველოს ბეჭდური სექტორი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. ანუ მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ რატო არ ყოფნის, იგივე ვთქვათ, მაესტროს ამ შემთხვევაში. ხო, რატო არ მოაქვთ მაესტროში? ნუ ვიცი, რატომაც არ მოაქვთ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ეჭვი მაქვს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობმა საქართველოსაც გაიგო ეს პრობლემა. ეს კარგია, იმიტომ რომ მიაწვდნენ ხმას იმ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ ეპარებოდათ ეჭვი იმაში, რომ ჩვენთან მხოლოდ იმიტომ არ მოაქვთ რეკლამა, რომ რეიტინგი არ აქვს. კი. გარდა ამისა, კანონმდებლობაში შედის უკვე ცვლილებები, რომლებიც პარტიების დაფინანსებას ეხება, ანუ აგრძელებენ ასე ვთქვათ ანტი ივანიშვილის. ხო, რაო? ხო, ქვია ბიძინა ივანიშვილის კოდექსი ხო გვაქვს საქართველოში და ამასთან დაკავშირებით, აგრძელებს საპარლამენტო კანონების მიღებას. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. რატომ? ასე უნდა მიშას. და ანუ ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაშიც ესე იქნება? ალბათ. რამდენია 0.2%? 0.2% სამწუხაროდ მე არ ვიცი რამდენია და ხო, მაგრამ ესეთი რა ქვია წესი ხო? სადაა რომელ ქვეყანაში? აი როგორ არის, ანუ სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ოფიციალურად გამოქვეყნებულ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. ანუ უყურე 2012-ში ხო მოდის ახლა არჩევნები 2011 წლის შიდა პროდუქტის 0.2%-ზე მეტი არ უნდა იყოს დაფინანსება, თქვა ივანიშვილი რო შექმნის საკუთარ პარტიას. კი, ანუ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დახარჯოს. ჩვენ საქართველოში გვაქვს ახალი კოდექსი, მაყურებელმა რო იცოდეს, ბიძინა ივანიშვილი აშკარად ეგრეა, იმიტომ რომ არ ვიცი. სადამდე ალბათ ჩაწერენ კანონში რომ ახალი კანონი არ ვიცი. რა? პარტიისთვის წლიური საწევრულების გადასახადების წესი იცვლება. შეზღუდულია ეს, ხო? ზედაზღვარი დაინიშნა. ანუ 1200 ლარზე მეც ვერ გადაიხდის საწევროს. მიხდი? და კიდე როგორ შემომწირული რატო ვერ გადაიხდის? 60.000 ლარამდეა თანხა, ანუ ზედაზღვარი განისაზღვრა აქაც. ამას გარდა პარტიის ფინანსების აღრიცხვისა და გამჭვირვალეობის უკეთ უზრუნველ საყოფად კანონპროექტი ითვალისწინებს შემოწირულობათა განხორციელებას უნაღდო ანგარიშწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ 1200 ლარი არის ზედაზღვარი, იცით, მოქალაქე შეუძლია 60.000 ლარი მაქსიმალური შემოწირულობა და იურიდიული პირისგან 100.000 ლარი. ხო, მაგრამ ეს როგორ აკრძალავს? არ ვიცი. ფული ხო ისეთი რამეა. მაგრამ ეხლა როგორი ნონსენსია? ამავე კანონპროექტის პარტიის იურიდიული პირების მიერ დაფინანსება იგრძალება. ხო. უყურე, ანუ ეს ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. ნუ, გაასწორებენ ამას. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ასე ვერ აკრძალავ. ეხლა გააკეთებს 5 სატელიტ პარტიას მაშინ და არ ვიცი. შენ კიდე ახალი ამბავია. კიდე ხდება რა. ვის დაეკისრა? ანუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალებაზე ვინ იზრუნებს? არა, კონტროლის პალატა. ეხლა უყურე რა შეუძლია კონტროლის პალატას. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგში კონტროლის პალატის ჩართვას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებული არ არის, თუმცა დასკვნისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით კონტროლის პალატის უფლებამოსილებები იქნება საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავება, პარტიათა დაფინანსების აუდიტის შესაბამისი სტანდარტის განსაზღვრა, საფინანსო დეკლარაციის სისრულის, სისწორისა და კანონიერების შემოწმება. გარდა ამისა, კონტროლის პალატამ პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს პარტიათა დაფინანსების საკითხზე დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში კი პარტიებიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვოს. პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებას კონტროლის პალატამ მოხდეს. კომერციულ ბანკს მოსთხოვენ პირდაპირ რამდენი ფული დაიხარჯა. რომელიც სანქციების დაწესების შემთხვევაში უკვე პროკურატურას მიმართავს. ხო. ეს არის ადეიშვილის კამპოტი, მოდი მოკლედ ვთქვათ. კი, აშკარად ადეიშვილის კამპოტია. ხო, მაგან მოიფიქრე ეს კი. ხო, იმიტომ უკვე აქამდე ხო ვიღაცას ვიად კუკავას და ვიღაცებს აწერინებდნენ ხო, ანუ ინიცირებდნენ კანონპროექტს. ეხლა უკვე პირდაპირ პავლე კუბელაშვილი, აკაკი მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან. ხო, ეგ ხო გასაგებია. ფირფასტელი მაყურებელს დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, იცით რომ მithმა-მოთქმა და არაორდინალური, არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია ბატონი ვალერი კვარაცხელიას გამოჩენამ. ქართული ოცნების პრეზენტაციაზე. და იყო ბევრი მithმა-მოთქმა განსაკუთრებით ნაციონალურ არხებზე. ვალერი კვარაცხელია იყო ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომლის მოსვლის გამოც მავანმა ამ არხებზე ყოფმა ჟურნალისტებმა თუ მიმოხილვებმა თქვენს რომ თუ თქვენ გინდათ წარსული
აი ბატონი ვალერი კვარაცხელიაც აქ არის და მაშინ მიეცით ხმა ქართულ ოცნებას. და სხვათა შორის აქვე მე მახსენდება ეროსი კიწმარიშვილის გამონათქვამი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართა მაშინ ქართულმა პარტიამ აქცია და მახსოვს ესეთი რაღაც ითქვა ქართული პარტიის ლიდერების მხრიდან, რომ ისეთი მარგინალები როგორც არის ვალერი კვარაცხელი, მოდი ნუ გაბედავენ და ნუ მოვლენ ამ აქციაზე. რატომ ასოცირდება და რასთან ასოცირდება საერთოდ ვალერი კვარაცხელი ამასთან დაკავშირებით თავად კვარაცხელის სუბიექტური აზრი სულ რამდენიმე წუთში არ გადართოთ. და გადაცემა სუბიექტური აზრი ბატონ ვალერი კვარაცხელიასთან ერთად გიბრუნდებათ საღამოშიდობისა ბატონ ვალერი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით და მეც მადლობას მოგახსენებთ. ეს და ამერიკა ბატონმა ვალერიმ, ვალერმა როგორ არის სწორი? ვალერიმ. ხო. და გარკვეული საყდურიც არ იყო, შეკითხვა გქონდათ უბრალოდ თუ რა შეიძლებოდა თუ არა რა თქმა უნდა სუბიექტური აზრის დაფიქსირება ჩვენს გადაცემაში. ვინაიდან ეს ორი დღეა ძალიან ხშირად მახსენებენ ხოლმე ტელეეთერებში, რადიო ეთერებში, გადავწყვიტე მომემართა თქვენთვის. ხო. რომ მოგეცათ საშუალება, რომ მეც რა გარკვეული ბატონ ვალერი, ეხლა რა საკეთებს? რითი ხართ დაკავებული? მე ბევრი საქმიანობით ვარ დაკავებული. ახლა ვარ მეცნიერი, ახლა ვარ მწერალი, ახლა ვარ პუბლიცისტი. ახლა ვარ პოლიტიკური პარტია ნეიტრალური საქართველოს თავმჯდომარე. ბატონ ვალერი, ვიდრე გოგა გამაშვილის კომენტარი მიდევს, რომელიც მან გააკეთა ქართული აზრთა ოცნების პრეზენტაციის შემდეგ, ანუ საუბარია თქვენზე, ბატონ ვაჟა ლორდ-კიფანიძეზე, გოგა ხაინდრავაზე და შემდეგ, ანუ ამ ადამიანებისთვის ნაციონალური მოძრაობისთვის, ანუ წარსულის ნოსტალგია, ასე ვთქვათ, ასოცირდება ვალერი კვარაცხელიასთან. თუმცა გაბაშვილი არ იყო ერთადერთი, ვინც ასეთ ტიპის განცხადება გააკეთა, მის თქვენი სახელი და გვარი ახსენა. გარდა ამისა მახსენდება ასევე გადაცემის ანონსში თქვი, ანუ ვიდრე თქვენ შემოგზანდებოდით სტუდიაში, ეროს კიწმარიშვილის განცხადება, როდესაც მათ ქართულმა პარტიამ გამართა აქცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში და მაშინ ასე ვთქვათ აგიგრძალათ ბრჭყალებში აქციაზე გამოჩენა. ანუ რასთან შეიძლება ასოცირდებოდეს ვალერი კვარაცხელი და რატომ უნდა იყოს ის ასე ვთქვათ ასოცირებული ყველაზე მეტად უფრო წარსულთან, საბჭოთა საქართველოსთან, რუსეთთან და ასე შემდეგ. ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, ჩემი სახელი ამ ბატონებისთვის ასოცირდება სიმართლესთან, ჭეშმარიტებასთან და დღედაღამ საქართველოს ფიქრთან. ეს არის მათ ყველაზე მეტად რაც აშინებთ, მაგრამ ამას არ ქმნიან პრორუსულობას, პროსაბჭოურობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისინი არ ინდობენ არავის, ყველა მათი მოწინააღმდეგე, ყველა მათი ოპონენტი მათთვის არის პრორუსი. თუმცა თქვენ ნეიტრალური საქართველოს ლიდერი ბრძანდებით, ნეიტრალურობა კიდევ ხშირ შემთხვევაში აღქმება ესეთი ტრადიციით ჩამოყალიბდა პრორუსულობა და ახსნი რატომაც, იმიტომ რომ ნეიტრალობა ნიშნავს არც ერთ სამხედრო ბლოკში არ გაწევრიანების იდეას, ეს ნიშნავს ბალანსის იდეას რუსეთსა და დასავლეთს შორის. და ძალიან ბევრი პოლიტოლოგი თუ პოლიტიკოსი ამტკიცებს იმას, რომ ეს შეუძლებელია, რომ ჩვენი მისწრაფებებით, ჩვენი შინაგანი კონსტიტუციით ვართ დასავლური ქვეყანა, შესაბამისად ჩვენ ამ არჩევანზე უნდა ეს არჩევანი და გავაკეთო და სწორედ ეს არჩევანი აშფოთებს რუსეთს, რომელსაც იმპერიული ამბიციები აქვს და ამ არჩევანის გამო გტრობს. იცით როგორ არის ბატონ შალვა? თუ ნეიტრალურობის მოთხოვნა, ანუ ამ მიმართულებით სვლა, ამ მიმართულებით მოწოდება საზოგადოებისათვის არის პრორუსულობა, ეს მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, ვინც ყველაფერს, რაც მათთვის მიუღებელია, არ ქმნიან პრორუსულობას. როგორ შეიძლება პრორუსულობა დამწამოს მე იმ ადამიანმა, ვინც რუსეთს დაუთმო საქართველოს ორი ავტონომიური ერთეული, თავისი ვითომ პროდასავლური და ვითომ ანტირუსული პოლიტიკით. ეს არის უბრალოდ უგუნური პოლიტიკა, რომელმაც საქართველოს დაშალა და სათავე დაუდო საქართველოს ბოლომდე დაშლის სავალალო პროცესს. ესეთ შეკითხვა, თქვენ შეგიძლიათ ტესტი აქვთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთს ახლა ამ ეთერში ოკუპანტი უწოდოთ. მე შემიძლია რუსეთს ამ ეთერში ოკუპანტი უწოდო და უწოდოთ კიდე. ოღონდ უნდა მოვაყოლო ამას გარკვეული ახსნა განმარტება. რუსეთი იურიდიულად დღეს ოკუპანტი არ არის, რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელმაც სეპარატისტული თვითგამოცხადებული რეჟიმების დამოუკიდებლობა აღიარა. ეს არის იურიდიული. ახალგორი კოდორი ბატონ ვალერი. ახალგორი და კოდორი ჩვენ მივამატეთ იმ ტერიტორიებს, რომელსაც ერქვა სამხრეთ ოსეთის. ხომ ჩვენი საქართველოს ტერიტორია, ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. და სხვა შეიძლება იურიდიულად როგორც მე ხვდები, თქვენ შეიძლება არ ახართ მართალი, იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ
ეს ქვეყანა ოკუპანტად არის აღიარებული. საერთაშორისო სამართლის ატაცებული იყო ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს შეშმარიტებას და ჯერ კიდევ არ ნიშნავს სამართლებრივი ნორმების ნგრევას. სამართლებრივად რუსეთი როგორც გითხარით არ არის ოკუპანტი, არამედ არის ის ქვეყანა, რომელმაც აღიარა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა. მაგრამ რეალურად არ არსებული ქვეყანა. ხო, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების, რომლებიც ქვეყანა თავიანთი თავი გამოაცხადა. მაგრამ რეალურად, რა თქმა უნდა, რუსეთი ასე ვთქვათ, შემოდის ამ ქვეყნებში და რა ხდება? ხდება ის, რომ ამერიკულ პოლიტიკას, რომ მთლიანად თავის პლაცდარმად, თავის ასე ვთქვათ, ბაზად და თავის კოლონიად გადააქციოს საქართველოს, რუსეთმა დაუპირისპირა საქართველოს ნაწილ-ნაწილ მითვისების და ნაწილ-ნაწილ მისი იურისდიქციის გავრცელების პოლიტიკა. აი, ამასთან გვაქვს საქმე და ახლა თავარი ის კი არ არის ჩვენ რა ტერმინით ვთქვათ შევამყოფთ რუსეთს ამ შემთხვევაში, არამედ თავარი ის არის ამ მდგომარეობიდან გამოსავალს მოვნახავთ თუ არა, ვიპოვით თუ არა. და რა გამოსავალი უნდა მოვნახოთ? გამოსავალი უნდა იყოს პირველ რიგში გონიერება, რაც კონკრეტულად გამოხატული იქნება იმაში, რომ უზარმაზარ მეზობელ სახელმწიფოსთან, რომელსაც რუსეთი ქვია, უნდა მოიძებნოს საერთო ენა. უნდა მოიძებნოს გადაკვეთის წერტილები და უნდა მოიძებნოს ის ოპტიმალური შეხების წერტილი, რომლის შედეგადაც რუსეთიც დაიკმაყოფილებს თავის ინტერესებს და საქართველოს მაქსიმალურად დაიკმაყოფილებს თავის ინტერესებს. ასეთი წერტილების მოძებნა შესაძლებელია. მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ჯიუტად არ უნდა ამ მიმართულებით სვლა. ეს ჯიუტად აგრძელებს იმას, რა მიმართულებაც აიღო და როგორც მოგახსენეთ, რა მიმართულებამაც საქართველოს მიიყვანა. ჯერჯერობით სამ ნაწილად დაშლამდე და თუ ამ მიმართულებით ვივლით კიდევ აუცილებლად მიიყვანს საბოლოო დაშლამდე. ბატონო, თქვენ ქართული ოცნების პრეზენტაციაზე იყავით და მზაობა გამოთქვით ბიზნე ივანიშვილთან სათანამშრომლოდ. ანუ გონიათ, რომ ბიზნე ივანიშვილი შეიძლება აღმოჩნდეს ის პიროვნება, რომელიც რუსეთთან გამონახავს ამ ტიპის საერთო ენაში. აუცილებლად. და ფიქრობთ, რომ ის მოახერხებს დასავლეთთან იგივე დაბალანსებული ურთიერთობის შენარჩუნებას, აი სწორედ ამ შეკითხვით. რის ხარჯზე მოახერხებს ის ამ ყველაფერს? ეს შეკითხვა პირველ რიგში ბატონ ბიზნეს უნდა დავუსვათ, მაგრამ ბატონი ბიზნესა ჩემთვის პოლიტიკური ფიგურა, მომხიბლავი გახდა მას შემდეგ, რაც მან გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა და რაც მთავარია, საქართველოს უნდა მოცილდეს ის რეჟიმი, რომელმაც საქართველოს მიიყვანა დანგრევამდე. ეს ორი უმთავრესი უკაცრავად გაბატონათია, ეს ორი უმთავრესი პოსტულატი, ხოლო ამის შემდეგ ვთქვათ, რა როგორ იქნება, რას რა მოყვება. ამას გვიკარნახებს სიტუაცია, გვიკარნახებს საკუთარი ხალხი და ამ მიმართულებით უნდა ვარაუდობთ თუ არა, რომ თუნდაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში რუსეთი თანახმა იქნება უპირობო დეოკუპაციაზე ყოველ შემთხვევაში ახალგორთან და კოდორთან დაკავშირებით. არ ვარაუდობ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება აუცილებლად წამოვა დიალოგზე ახალ ხელისუფლებასთან, თუ ეს არ იქნება მიშა სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, აუცილებლად წამოვა დიალოგზე და დიალოგის რეჟიმში აუცილებლად დაისმება ის საკითხები და იმ თანმიმდევრულობით, რა თანმიმდევრულობაც იქნება ყველაზე ოპტიმალური იმისათვის, რომ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დაიწყება პროცესი. მე შეგახსენებთ იმ პოლიტიკურ პარტნიორებს, რომელიც ახლა ყავს ბიზნე ივანიშვილს, ეს არის ეს გახლავან რესპუბლიკელები და ალასანიას გუნდი. შეგახსენებთ იმას, რომ ევროკავშირის დროშა ჰქონდა ზურგს უკან ივანიშვილს. შეგახსენებთ მის გამონათქმულებს, რომ ევროპული დასავლური გზის გარდა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს, რომ ჩვენ ერთი დიდი ევროპის ოჯახის წევრები ვართ. როგორ ფიქრობთ, მე მესმის, რომ კეთილმოზობლური ურთიერთობა არის აუცილებელი, მაგრამ მე მგონი, მე მრჩება პირადად დაბეჭდილება, რომ ძალიან დიდი დათმობები გნებავთ გეოსტრატეგიული, გნებავთ სხვა ყაიდის დათმობები, ეკონომიკური ხასიათის დათმობები და არა საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული გარიგებები ბიზნე ივანიშვილის საქართველოში არ იქნება მაინდა-მაინც, იმიტომ რომ ვექტორი სიმპათიისა სულ სხვა მიმართულებით ძევს. ანუ ამ შემთხვევაში მე მგონი უფრო მეტი დათმობები, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა საქართველოს დანგრევის ხარჯზე, ეკონომიკური დაქცევის და გაპარტახების ხარჯზე, სულიერი განადგურების და გაპარტახების ხარჯზე, მეტი დათმობები უბრალოდ შეუძლებელია და არც არავინ არ მოითხოვს ამას. ჩვენს მონამორჩილს არსად არ უთქვამს, არსად არ განუცხადებია, რომ ჩვენ რაგი რუსეთთან კეთილმეგობრობა, პარტნიორობა, თანამშრომლობა გვსურს, ეს იმას ნიშნავს, რომ უპირისპირდებით ან ევროპას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაგვიტანოს. ამაზე არ არის ლაპარაკი და არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, იმიტომ ეს იქნება უბრალოდ პირიქით და მეტი არაფერი, ხო? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რომელი დაანგრევს საქართველოს, რა ამერიკის შეერთებული შტატები ნაკლებ დამანგრეველი ძალაა იმ შემთხვევაში, თუ მისი ინტერესებიდან მთლიანად ამოვარდები. ხო ხედავთ რა ხდება რა, თუნდაც შუაგულ ევროპაში რა მოხდა იუგოსლავიის სახით, რა ხდება აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასე რომ ამგვარ სისულელეს მე არასოდეს არ ვიტყვი.
თავარი ის არის რომ მოიძებნოს აი ბალანსი თქვენ ძალიან კარგი სიტყვა გამოიყენეთ. შევარდნაძეს ეხებოდა ამის კეთება. შევარდნაძეს რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესად ეხერხებოდა ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ სამწუხაროდ შევარდნაძე მას ბოლომდე. მე შეგახსენებთ უბრალოდ რა ქვეყანაზე გვაქვს ლაპარაკი? რუსეთზე, რომელიც დღევანდელი ჩვენი მმართველისგან პუტინი არაფრით არ განირჩევა. მე არ მომწონს რუსეთის დღევანდელი მმართველობის ფორმა, მე არ მომწონს პუტინის რუსეთი, იმიტომ რომ ეს არის ანტიდემოკრატიული ავტორიტარული ქვეყანა, სადაც ჩაგრავენ ძალიან ბევრ ჟურნალისტს, მეწარმეს, მსხვილს მათ შორის და უბრალოდ საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინიათ იქაც ხალხს. მე არ მინდა ესეთ რუსეთთან კეთილმოზობლურიო ვერ ვიტყვი, მაგრამ არც შერწყმა, არც თანამშრომლობა მჭიდრო, იმიტომ რომ ეს ხო გესმით რა, რატომაც. არ მეთანხმებით თქვენ? გეთანხმებით მე იმ ნაწილში რომ ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა და კეთილმეზობლობა უნდა იყოს იმ ოპტიმუმის ფარგლებში, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები და ყველაზე საუკეთესო. ეხლა რაც შეეხება რუსეთის შეფასებას, მე ბოლომდე არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ყველაფერი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ, აი დიალექტიკურ ერთიანობას. რა რუსეთთან მქონდა ჩვენ საქმე? რუსეთს ანგრევდნენ, რუსეთს შლიდნენ. როგორც კი რა თქმა უნდა, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაშალეს, ამის შემდეგ მიდგნენ უკვე რუსეთს და მიდგნენ შემოვალ საბჭოთა კავშირის შემოვალ ყოფილ რესპუბლიკებს, ხო? და ბევრი დაშალეს. და რუსეთი ვერ დაშალეს, ვერ დაანგრიეს. რუსეთის ამერიკის შეერთებული შტატების რა თქმა უნდა, ეს ის პოლიტიკაა, რომელიც მოდის ამერიკის, მე ვიტყოდი რეაქციული ძალებიდან. იქაც არ არის ყველა ერთნაირად, ხო? აი, როგორც კი მოვიდა პრეზიდენტი ობამა, გადატვირთვის პოლიტიკა, მან რა თქმა უნდა, შეეცადა რომ ის პოლიტიკა, რომელიც მას მემკვიდრეობით დახვდა ბუშისგან და მისი შესაბამისად პუტინის რეაქცია არის რეაქცია დაშლის პროცესზე, ხო? პუტინის რეჟიმის რა თქმა უნდა, პუტინის გაგება ხო, ამ შემთხვევაში შესაძლებელია იმდენად რამდენადაც რუსეთის დაშლას რუსეთი არ დაუშვებს და რუსეთის დაშლისკენ თუ იქნება მიმართული რომელიმე პრეზიდენტის მოღვაწეობა, რა თქმა უნდა რუსეთი ანუ თქვენი აზრით თავისუფალი ტელევიზია და ცენზურის არარსებობა არის დაშლის საწინდარი რუსეთის? არა, როგორ შეიძლება შალვა მე არა, თქვენ ესე გამოგივიდათ, იმიტომ რომ არა, არ გამომივიდა, უბრალოდ მე ვხსნი ესე იგი იმ ფაქტორებს, რომელიც იწვევს იმას, რაც არის. დემოკრატიული რუსეთი უდრის დაშლილ რუსეთს? არა, დემოკრატიული რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ უდრის დაშლილ რუსეთს, მაგრამ დემოკრატიის ნიღბით შემოსული დამანგრეველი ძალა ეს სხვა რამეა. გეთანხმებით? ბატონო, მე მგონი პოლემიკა რუსეთის დაშლასთან დაკავშირებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მე მაგალითად უფრო მაწუხებს დაშლილი საქართველოს და ეს პრობლემები. არა, სხვა შორის გავს ერთმანეთს. თუმცა ერთმანეთს გავს. ეხმიანება რაღაცნაირად ეს პრობლემატიკა. პუტინის გზებს თუ შევადარებ, ძალიან ბევრ ერთნაირ იდენტურ ქმედებას დავინახავთ. უბრალოდ პუტინს არასოდეს არ მოუვა თავში და წამოიწყოს ესეთი უპერსპექტივო ომები. ერთ არსებით განსხვავებას დავინახავთ. პუტინმა უკვე დაშლის პირამდე მისული რუსეთი გაამთლიანა, გააერთიანა, სააკაშვილმა საქართველოს დაშალა. აი ეს არის განსხვავება პრინციპი. ფაქტი ის სამწუხაროდ ფაქტი. ბატონო ვალერი, თქვენი განცხადება ჩავიკითხე აგერ, რომელიც 26 მაისის შემდეგ გააკეთეთ, სადაც პასუხისმგებლობა ნინო ბურჯანაძეს დააკისრეთ აქციის დარბების გამო და მომხდარი ტრაგედიის გამო ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხო, რაც ვიცით. და ასე ვთქვათ, სახალხო კრების უზურპაციაში დასდეთ თავად ნინო ბურჯანაძეს ბრალი. რატომ ბატონო ვალერი, რატომ არ იყო ვალერი კვარაცხელია სახალხო კრებაში? იყო ამის წინააღმდეგი თავად ბურჯანაძე თუ თქვენ არის სულ? თქვენ არის სულ. არა, ამის წინააღმდეგი იყო თავად ბურჯანაძე. დიახ. და რა კი ამის წინააღმდეგი იყო თავად ბურჯანაძე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს იყო ძალიან ისეთი სიგნალი, უარი სიგნალი იმისათვის, რომ ბურჯანაძე არასწორი გზით მიდიოდა. თვითონ არ უნდოდით? დიახ. ფაქტი რაც და სხვათა შორის ერთ-ერთი განმაპირობებელი მოტივი იმისა, რომ 26 მაისს მას ხალხი არ ყავდა, იყო ის, რომ მე მომიწია მასთან დაპირისპირება. მართლა? თქვენ საკუთარ თავს ასეთ მსვლობას აღჭერთ? დიახ, ნამდვილად უთყუარად გეუბნებით ამას. მიზეზის გასაძინებლად ბატონო ვალერი, რატომ იყო წინააღმდეგი? რა თქმა უნდა, მე არ ვიცი რატომ იყო ბურჯანაძე წინააღმდეგი, ალბათ იმიტომ რომ მას მიმართულება მთლად სწორი არ ჰქონდა აღებული და ის რაც მე ვთქვი მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი, რომ სახალხო კრება თავისი იდეით იყო ძალიან კარგი იდეა. სწორედ ხალხი არის ის ძალა, რომელსაც პირველ რიგში შეუძლია წინააღმდეგეს რეჟიმს, რომელიც ანტიხალხურია. მაგრამ ბურჯანაძემ მოახერხა, რომ მისი პოლიტიკური ნება მოახვია სახალხო კრებისათვის, მე არ ვიცი ეს როგორ მოახერხა, შეიძლება ფინანსების დომინირება, შეიძლება სხვა რაღაც მოტივები იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მან ეს შეძლო და მან მოკლა სახალხო კრების იდეა. სამწუხაროდ ეს ასე მოხდა. აი, ვისთან ჰქონდათ საუბრის მცდელობა, ბატონო ვალერი, სახალხო კრების. ან ვისგან მიიღეთ უარი კონკრეტულად? ჰქონდათ თუ არა თავად ბურჯანაძე? მე, როდესაც ხალხს უჭირს, ყოველთვის მივდივარ იქ.
როდესაც ტელევიზიის წინ იყო მიტინგები გამართული და ისინი მოუწოდებდნენ ყველას რომ მოდით დაგვეხმარეთ დაგვიდეკით ხარში ეს ბოლო დღეები როცა 26 მაისის წინაპირი 23-24 დიახ მე რა თქმა უნდა თავი ვალდებულად ჩავთვალე მე სულ ვიყავი იქ და მე ყველას უდიდეს პატივს ვცემ და ყველასგან მიგზნია ასეთი პატივისცემა ქალბატონი ნონა შემქვა ძალიან დიდი სიყვარულით ყველანი ვინც იქ იყვნენ მაგრამ რატომღაც ქალბატონი ნინოს ჩვენი პერსონა აღმოჩნდა მიუღებელი და მე ჩავთვალე რომ არა ბატონო თქვენ ძანეთ რომ აი რა გიღარ მიუღებელი იყო თქვენი პერსონა იმიტომ არაფერი არ გამოვიდოდო მე გითხეთ საკუთარ თავს ასეთ მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ მითხარით კი ანუ თქვენ რო იყოფილიყავით თქვენი გულისთვის თქვენს მიერ დარაზმულად არ ვიცი თქვენ გადაწყვიტეთ ბევრი ხალხი მოვიდოდა იქ თქვენი საქმე რაშია იცით ბატონო შალვა აი არავის არა აქვს საქართველოში არც ერთ პოლიტიკოს იმის ფუფუნება რომ ჩათვალოს რომ მარტო ვიღაცების დახარისხებით რამე შეძლებს. საქართველო პატარა ქვეყანა. ჩვენ სულ 3 მილიონს სოფათი ვაჭარბობთ, ხო? აქ მისხალ არის გასაერთიანებელი, თითო კაცი არის მოსაძებელი. და ამ დროს ვინ შენ თანადგომას გიცხადებს, რაღაცა წარსული წყენების გამო თუ რაღაც მე არ ვიცი, მე არასოდეს არაფერი არ მისყენებია ბურჯანაძისთვის, გარდა იმისა, რომ ბურჯანაძის პოლიტიკა არასოდეს არ მომწონდა, თავიდანვე მოსვლის დღიდანვე კი არა, მოსვლამდე წინააღმდეგ ვიყავი მე ამ სამეულის, რომელიც მოტყუებით მოდიოდა, რომელიც ვითომ რევოლუციით მოდიოდა პრაქტიკულად, არავითარ რევოლუციასაც საქმე არ ქონია, ეს იყო ელემენტარული სახელმწიფო გადატრიალება და მეტი არაფერი. მე მათი წინააღმდეგ ვიყავი, ყოველთვის ეს მან იცოდა რა თქმა უნდა, ახლა ეს ბողმა თუ ვერ მოიშორა, არ ვიცი, მაგრამ როდესაც ადამიანი მოდის და მხარს გიჭერს და მით უმეტეს იცი რომ ამ ადამიანთან როგორც აი ამ ბოლო 2 დღემაც დაგვიდასტურა რაღაცა იდეოლოგიური მომენტი არის ფოკუსირებული ასეთ ადამიანს ხელი არ უნდა კრადა ზურგი არ უნდა შეაქციო ეს უბრალოდ პრაგმატული ასე ვთქვათ მომენტიდან გამომდინარე სხვა ყველაფერს დავიდეო ესე თქვენ სიტყვა დახარისხება ახსენეთ ბატონო ვალერი და თავის დროს როდესაც ბიზნესმენი პირველ განცხადებებს აკეთებდა ჯერ კიდევ წერილობით ფორმით საზოგადოების დიდმა ნაწილმა ერთმა ნაწილმა ყოველ შემთხვევაში და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მას ბრალი სწორედ ასე საზოგადოების დახარისხებაში დასდო ვინაიდან რადგან მაშინ ბიზნესმენიშვილს შინაარსით გამოვიდა რომ ის ვინც იყო მისი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის მომხრე რეალურად ხომ არ მოდის თქვენი ეს განწყობა ურთიერთწინააღმდეგობაში ერთმანეთთან არა არ მოდის ისეთ იმიტომ რომ ეხლა ბატონ ბიძინაზე მე ლაპარაკის უფლებას არ ვაძლევ თავს იმიტომ რომ მასთან არც შეხვედრა მქონია არც ვიცნობ უბრალოდ 2 დღის წინ მოხდა ისე რომ ერთ დარბაზში ვიმყოფებოდით და ასე ვთქვათ ერთ საქმეს ვემსახურებოდით მაგრამ ის განცხადება რომელიც მან გააკეთა ის განცხადება შემდეგ რაღაცნაირად იქნა შერბილებული მე ვთვლი რომ თუ დაყოფა არის დაყოფა უნდა მოხდეს ასე დაყოფა უნდა მოხდეს იმ ნიშნით რომ ვინ სააკაშვილთან არის დღეს და ნაცმოძრაობასთან არის უნდა დარჩეს ნაცმოძრაობასთან და ამის საწინააღმდეგო ერთადერთი რეალური ალტერნატივა დღეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის ქართული ოცნებით და აი მომავალი პოლიტიკური პარტიით რომელსაც ჩამოაყალიბებს აი ყველა დანარჩენი უნდა იყოს მიწვეული გასაგებია ჩვენი გადაცემა რეკლამის შემდეგ დაბრუნდებათ ეთერში არ გადართოთ დარჩით ეხა რეკლამის დროს რა მოხდება მე გეტყვით დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ბატონი ვალერი კვარაცხელია მიმოვიხილეთ რუსეთის მომავალი რა თქმა უნდა მე მჯერავს იმის რომ უბრალოდ არ მჯერავს ჩვენი ზოგიერთი გაცხელებული ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსის რომ რუსეთი დაიშლება წუთი-წუთზე ეს არის აბსურდი ეს არის არასწორი ამაზე გათვლა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი ნათიათ ჩემი კამათა მე არ მომწონს რუსეთი და რუსული ნარატივი რუსული დისკურსი თუნდაც სავარაუდო საომავლო ქართულ პოლიტიკაში ეს არის და ეს თუმცა მე ძალიან მომეწონებოდა გაერთიანებული საქართველო გაერთიანებული საქართველო ჩვენ ვერ გაიძულებთ რუსეთს გადადგას რამე ნაბიჯები რომელიც მისთვის არის მიუღებელი ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობა და უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები რომელიც ასე თუ ისე მისაღები იქნება რუსეთისათვის და მისაღები იქნება ჩვენთვის რა ნაბიჯები შეიძლება ეს იყოს ბატონო ვალერი ანუ რუსეთმა რა შეიძლება მიიღოს პირველ რიგში ეს არის იმ ხელისუფლების დარწმუნდა იმაში რომ არათუ მაპი და მასზე უკეთესი ნუ ნატოში ჩვენ ძალიან დიდხანს რომ ვერ შევალდა ჩიკაგოს ამბიდან არაფერს არ უნდა ელოდეს საქართველოს ესეც ფაქტია ანუ რუსეთისთვის ამ ტიპის საფრთხეც კი მოხსნილია კი მე გეთანხმებით თქვენ ახლა მხოლოდ აბსოლუტურად გაუცნობიერებელი ადამიანი პოლიტიკაში თუ დაიჯერებს იმას რომ ახლო მომავალში საქართველოს შეიძლება ნატოში გაწევრიანდეს ეს ზღაპარი რა უნდა დავთქვით ჩვენ? პირველ რიგში ჩვენ უნდა დავთქვით ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც ამოწურა ყველა რესურსი
რუსეთთან ურთიერთობისა, რუსეთთან დიალოგისა, ამას უნდა შეველიოთ და ეს უნდა როგორმე მოახერხოთ კონსტიტუციურად, კანონიერი გზით, ავირჩიოთ ის ძალა, რომელიც არის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა. რომელიც შეიძლება ასეთი ძალა უნდა შევქმნათ. და დღეს მადლობა უფალს გამოჩნდა ადამიანი პერსონა, ვისაც ეს ხელ ეწიფება თავისი შესაძლებლობების გამო, თავისი იმ რეიტინგის გამო, რომელიც მას უდავოდ აქვს 10 წლების განმავლობაში მოპოვებული. მოდით გავერთიანდეთ ამ ადამიანის ირგვლივ. ახლა ლაპარაკობენ ძალიან ბევრს იმასთან დაკავშირებით, რომ იცით ჯობია რაღაც კოალიციური მთავრობა იყოს, არ იყოს 90%-ით არჩეული ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი არჩევანის ფუფუნება გვექნება იმ შემთხვევაში, როდესაც გვეყოლება პოლიტიკური სპექტრი იმნაირი, რომელსაც ენდობი 4, 5, 6 და ესენი მოვლენ და თქვათ შექმნიან კოალიციის მთავრობას. ახლა შავთეთრია პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ დღეს ვინც სააკაშვილს აძლევს ხმას, ანუ საქართველოს მომავალ დაშლას აძლევს ხმას და მისცეს ხმა, ჩვენ მათზე ზემოქმედების სხვა ბერგეტი არ აქვს გარდა ლაპარაკისა და დარწმუნებისა, მაგრამ ყველა დანარჩენი უნდა გაერთიანდეს იმ ძალის ირგვლივ, რომელიც რეალურია. არ უნდა გაატანოს ქარს მისი ხმა და არ უნდა მისცეს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არ არის თუ არა დარეგულირების უპირობო წინაპირობა, უპირობო მოთხოვნა დარეგულირებისა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება ჩვენსავე იურისდიქციაში. ყოველთვის, როდესაც რუსებს ჩავიგდებთ ხელში, უნდა დავიწყოთ თუ არა ამით ლაპარაკი, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლმე უთხრათ, ხოლმე გავაგებინოთ, რომ ეს არის ჩვენთვის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მაგრამ გააჩნია სად ვის და როგორ. ახლა, როდესაც ვთქვათ, მე არა ვარ ნინო ბურჯანაძის ადვოკატი, მაგრამ როდესაც ქალბატონი ნინო ხდებოდა უმაღლეს დონეზე რუსეთის ხელისუფლებას და მისგან მოითხოვდნენ დასვი თუ არა ეს საკითხი, ეს რა თქმა უნდა სისულელი იქნებოდა ამგვარ დონეზე დასმა. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც იქნება არჩეული საქართველოში და მოვა ყველა ბერგეტით აღჭურვილი ლეგიტიმური ხელისუფლება, ის ხელისუფლება, როდესაც დაждდება მაგიდასთან, პუტინთან იქნება ეს მედვედევთან თუ სხვასთან, რა თქმა უნდა, ეს არის უმთავრესი საკითხი. მაგრამ ამ საკითხამდე როგორ უნდა მივიდეთ? მთელი პაკეტი უნდა იყოს მომზადებული. როგორ უნდა მივიდეთ? რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ? ჩვენ რა ნაბიჯები უნდა მოვითხოვოთ მათგან? ეს არის დიალოგის საკითხი, ეს არის პოლიტიკური ურთიერთობებისა და კულტურის საკითხი. სააკაშვილი იძახდა, რომ ველაპარაკებოდიო პუტინს, რომ თავაზობდი ნეიტრალიტეტსაც და თავაზობდი იმას, რომ უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა ყოფილიყო აქ, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვილაპარაკეთ, ჩვენთვის გაუგებარი იყო, მათ რა უნდათ. ეგეთი რამ მან თქვა. ეგეთი რამ მან თქვა, მაგრამ მე ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სააკაშვილი ოდესმე რამეს ვინმეს დალაგებოდა, ელაპარაკებოდა და მით უმეტეს დამაჯერებდა. ბატონო, დღეს ლევან ბერძენიშვილმა ალიასთან საუბრისას განაცხადა შემდეგი, რომ გამორიცხული არ არის უახლოეს მომავალში ნაციონალური მოძრაობის იგივე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, არათუ უბრალოდ გუნდიდან ადამიანები აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის მხარეს. რეალურად შეიძლება თუ არა მივიღოთ ჩვენ აქაც ორმაგი სტანდარტი. მესმის რომ მისაღები იქნება ეს ადამიანები თქვათ მოწინააღმდეგისთვის იმდენად რამდენადაც ნაციონალურ მოძრაობას ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს, მაგრამ შეიძლება თუ არა აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ნაციონალურ მოძრაობაში, რომელთა შეცდომების შედეგად, რომელთა თქვათ უბრალოდ მხარდაჭერის შედეგად მივიღეთ ის, რაც გვაქვს დღეს და აქვთ თუ არა ამ ადამიანებს უფლება მოვიდნენ თქვათ ახალი ხელისუფლების პირობებში ისევ ხელისუფლებაში. იცით, ორმაგი მიდგომა გვმართებს აქაც, პირველი ის, რომ მე უკვე უწინასწარ მეტყველე სააკაშვილს, რომ მისი გუნდიდან დაიწყება გადადინება, რა თქმა უნდა, ეს იქნება თქვათ უზნეობის ხარისხის მაჩვენებელი. ასეთები ბევრი აღმოჩნდებიან მის გუნდში, მაგრამ არის აქეთა მხრიდან მიდგომა. ყველა ადამიანში უნდა ფასდებოდეს პროფესიონალიზმი. ადამიანი, როდესაც მუშაობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვთქვათ, მინისტრის დონეზე, ან უფრო მაღლა, ან უფრო დაბლა და არის მაღალი კლასის პროფესიონალი, იმას პოლიტიკური მისადგომებიდან არ უნდა მივიდეს. თუ ის პროფესიონალია, რა თქმა უნდა, მისთვის ადგილი უნდა გამოინახოს. მე ვფიქრობ, რომ ძალა, რომელიც მოვა, ახალი ძალა, თუ იქნება ეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, სავარაუდოა რომ ასე მოხდება, ხომ? აი ეს სინდრომი აუცილებლად უნდა დაძლევოს. მან უნდა შეძლოს საქართველოს გამთლიანება, საქართველოს გაერთიანება. პროფესიონალიზმს უნდა დაედოს პატივი, პროფესიონალი უნდა დაფასდეს და საერთოდ ადამიანი უნდა დაფასდეს და ადამიანისაგან მტრები არ უნდა შევქმნათ იქ, სადაც ისინი მტრები არ არიან. გასაგებია. თუმცა ეს რამდენად ჩვენს პოლიტიზებულ ქვეყანაში რამდენად შესაძლებელი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ
მონსტრენი ვართ იმის, რომ წლების მანძილზე ადამიანები სოციალურ კიბერზე ადიოდნენ მხოლოდ მათი რეჟიმისადმი ლოიალურობის ნიშნით. მარტივი არაფერი არ იქნება, მაგრამ მიმართულება ეს უნდა იყოს. შემდეგ წლების განმავლობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებდით შალვა ჟურნალისტები იმას, თუ ერთი ნიშნით მაგალითად შევარდნაძის ხელისუფლების წევრი ან შევარდნაძის გუნდის წევრი. დამღა იყო რა. კი, ეს დამღა იყო წლების განმავლობაში. თურმე, აი მე აჟანოთ კიფანიძეს და სხვებს, რა ვიცი, ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, რეჟისორებს საფუძვლებს თურმე რაღაც შეიძლება არა გვაქვს, იმიტომ რომ შევარდნაძის გუნდის წევრები ყოფილვართ ოდესღაც. თქვენ არ შევარდნაძის რა თქმა უნდა მე ვიყავი შევარდნაძის გუნდის წევრი, მე მისი პრესის სამსახურის უფროსიც გახდით, მე ვიყავი ერთ-ერთი აქტიური კაცი, რომელიც გზას უკაფავდა მას ასე ვთქვათ საქართველოსში. მე საერთოდ არ მიმოქვს უკან. მე ასე ვიქცეოდი, იმიტომ რომ ასე იყო იმ დროს საჭირო, თოფიანი კაცის სინდრომი იყო გაბატონებული საქართველოსში და შევარდნაძემ შეიძლება ბევრი რამ ვერ მოახერხა, მაგრამ თოფიანი კაცის სინდრომი პოლიტიკაში გაანეიტრალა და ეს უნდა დაუფასოთ მას, მაგრამ ლათინურ ამერიკაზე აღარ წავიდა. შეიძლება ნახე რა რასთან გვაქვს ახლა. 92 წელს ჩამოდის ედუარდ შევარდნაძე, მე მასთან თანამშრომლობ. მე ვარ დეპუტატი იმ პარლამენტის 92 წლის პარლამენტის და მაქვს გარკვეული ურთიერთობა შევარდნაძესთან, მაგრამ თითქმის 92 წლიდანვე მე შევარდნაძეს უკვე ვაკრიტიკებ, უკვე რაღაცებს უწუნებ და მას ასე ვთქვათ ვემიჯნებ. და ამის გამო ამის ჯვარს მაცვა მე იმ გუნდმა, რომელსაც სააკაშვილი, ბურჯანაძე და დანარჩენები ედგნენ სათავეში. და ისინი 2003 წლამდე შევარდნაძეს გვერდიდნენ. სამამდე მე ვარ შევარდნაძის სახე და სააკაშვილი არ არის შევარდნაძის სახე. გაბაშვილი, მამა გაბაშვილი თურმე არ არის შევარდნაძის სახე, ხო? ეს ხო თვალებში ნაცრი შეყარა. საოცარი ფენომენი. თქვენ პარტიაში რამდენი კაცია? როგორ არის? არა, არც თუ ისე ბევრი თავისთავადია, როგორ არის? 100? არა, 100 კაცით პარტიას ვერ დააფუძნებ, პარტია რო დააფუძნო ამისათვის მინიმუმ 500 კაცია საჭირო. მაგრამ ჩვენ ყავს უამრავი მხარდამჭერი. ჩვენ არა ვართ კომუნისტური პარტია, რომელსაც ჩამოწიწილებული ქონდა თქვათ სარეგისტრაციო ბარათები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ უამრავი რამდენია, მე ძალიან გამიჭირდება ციფრის დასახელება, მაგრამ მე გახლავართ სოციოლოგიის პროფესორი. აი დავატკიცე. კედი უამრავი მხარდამჭერი დავატკიცე შენ. მადლობა. მე გახლავართ სოციოლოგიის პროფესორი და ხელი მიმიწვდება საზოგადოებრივ აზრთან, მაგის ცემასთან. მე ვიცი ის განწყობილებები, რომელ განწყობილებასაც მე წარმოვადგენ დღეს და ვიცი რამდენი ადამიანი დგას უკან და ვიცი თქვენს ეთერს რამდენი უსმენს დღეს. ბევრი უსმენს? რა თქმა უნდა ბევრი უსმენს. აჰა. არა, უბრალოდ მე თქვენი პარტია არც გამიგია და მართლა არ გამიგია ბატონი ვალე. კი, მე გამიგია. შეგან განსხვავებით მე ახალ ამბებს ვკითხულობ ხოლმე. სხვათა შორის მაესტრო მე არასოდეს არ ამწყალობდა და მე რომელღაც მეგონა კიცმარიშვილის ასე ვთქვათ ფენომენის ბრალდება. ხო ხედავთ, რა ყოფილა კიცმარიშვილის. არა. ახლა თქვენ ხო არ ხართ კიცმარიშვილის დახუნდა. ჩვენ არც ეს არ ყოფილვართ. შემიძლია პირდაპირ მე და შალვა არასდროს არ არის დაგაბოლა. მე როგორ ჟურნალისტი რომელსაც რაღაცა გამიკეთებია პატარა. ყოველ შემთხვევაში გამიკეთებია ის რომ საქართველოს ტელევიზიაში, რომელიც იყო ერთადერთი ტელევიზია, მე დავნერგე პირდაპირი რეგულარული პირდაპირი ეთერი, მუდმივი პირდაპირი ეთერი. ჩვენ ყოველგვარად გქონდათ, ხო? კი. არ არის ეს პატარა საქმე, ეს რა პერიოდს ეხება, იცით. მე გეუბნები თქვენ, აი ძალიან დიდ კომპლიმენტს, იმიტომ რომ თქვენ მიგრებები გაქვთ შესანიშნავი, რუბრიკები გაქვთ შესანიშნავი და ასე ვთქვათ, მე თქვენს თავისუფლების ხარისს ძალიან მაღლა ვაფასებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მედია თავისუფალია საქართველოში. არა, მედია საერთოდ თავისუფალი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვალერი იმისთვის რომ მოვბრძანდით ჩვენთან და თუნდაც ჩვენ გავფანტეთ ის მითი რომ ტაბუირებული ადამიანები ჩვენთან არ არის. დიდი მადლობა, მგონია რომ პირველი და უკანასკნელი არ იქნება. რა თქმა უნდა, ბატონო, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, ეს გახლდათ სუბიექტური აზრი ვალერი კვარაცხელიასთან ერთად. მე და შალვა რამიშვილი ხვალ ზუსტად 7 საათამდე გემშვიდობებით. თქვენ დარჩით მაესტროზე არ გადართოთ.